მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი კომენტარებისთვის და მოწონებებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს. დღეს გთავაზობთ 2025 წლის დეკემბრის ტარო პროგნოზ თევზებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია. და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნულოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ვნახოთ თვის ფონური ენერგია, ხმლების 6-იანი, პოზიტიური ცვლილებების თვეგელით, თქვენ შეძლებთ გაიაზროთ და თავი დააღწიოთ იმ სირთულეებს, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში დაგიგროვდათ, თუმცა ამ პერიოდში ეს იქნება მხოლოდ დასაწყისი, დეკემბერი თქვენთვის იქნება ფიქრის, გადააზრების და სამომავლო გეგმების დასახვის პერიოდი. დიდი შანსია გამოსავლის მოძებნაში დაგეხმაროთ ის სიტუაციები, რომელთაც დეკემბრის განმავლობაში სამყარო მოგივლენთ, ან პირდაპირ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც გითანაგრძნობენ, გაგამხნევებენ და მხარს დაგიჭერენ. მათ შორის შესაძლებელია დახმარება გაგიწიონ ფიზიკური ან მატერიალური საშუალებებითაც, ან მოგცემთ თქვენთვის საჭირო რჩევები, დაგანახონ გზა, გამოსავალი, ასე რომ დეკემბრის განმავლობაში იყავით ორიენტირებული პრობლემების მოგვარებაზე, უარი არ თქვათ და მიიღეთ სხვების დახმარება, შეეცადეთ გადახვიდეთ სიმშვიდის მდგომარეობაში, უფრო ჰარმონიულ და შემოქმედებით ენერგიებში. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. მონეტების პაჟი, ურთიერთობებში გრძელვადიანი მიზნების დასახვის დრო გაქვთ, გაგიჩნდებათ ახალი იდეები, ახალი მისწრაფებები, შეძლებთ ახლებურად დაინახოთ სამომავლო პერსპექტივები, მოგინდებათ ფუნდამენტურად მიუდგეთ პარტნიორთან ურთიერთობის საკითხებს და გარკვეული გეგმაც დაალაგოთ სამომავლოდ. მატერიალურ დონეზე ეს შესაძლებელია გამოვლინდეს როგორც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ფიქრი, შვილების ან შვილიშვილების მომავალზე ზრუნვა და ასევე გამორიცხული არ არის ამ პერიოდში მოგინდეთ გაიაროთ რომელიმე სასწავლო კურსი, რომელიც ორიენტირებულია სწორედ ურთიერთობების საკითხების შესწავლაზე. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. კვერთხების ტუზი, ახალი დასაწყისის და ზოგადად სიახლეების ენერგია, ბარათების ასეთი კომბინაცია ზოგიერთი თქვენგანისთვის შესაძლებელია ოჯახში ახალი წევრის დაბადებაზეც მიუთითებდეს, თუმცა უმეტესობისთვის აქ საუბარია ახალ შემოქმედებით მუხტზე, ახალ ინიციატივებზე, ენთუზიაზმზე და ცვლილებების მოთხოვნილებაზე. და ეს იმპულსი დეკემბრის განმავლობაში გაგკაცოთ, რომ ახალი ფერები შეიტანოთ თქვენს ურთიერთობაში, ეს ზოგიერთი თქვენგანისთვის შეიძლება გამოვლინდეს საცხოვრებელი ადგილის შეცვლით, ურთიერთობის სტატუსის შეცვლით, დამოკიდებულების შეცვლით პარტნიორთან, როდესაც იგრძნობთ ამ თქვენი ერთობის ძალას, მნიშვნელობას თქვენთვის და მოგინდებათ მეტი სითბო და სიყვარული გამოხატოთ პარტნიორის მიმართ. დაძაბული ურთიერთობების შემთხვევაში შეძლებთ მიაგნოთ გამოსავალს და დაალაგოთ პრობლემური სიტუაციები და ზოგადად იქნებით გაბედულები, ენერგიულები და ოპტიმისტურად განწყობილები. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, მეოთხე მაღალი არკანი იმპერატორი, ამ პერიოდში მოგეცემათ თქვენთვის საინტერესო ადამიანის გაცნობის სერიოზული შანსები, გაცნობის პროცესში შეძლებთ იყოთ თავშეკავებულები, რაციონალურები, სწორად განსაზღვროთ თქვენი მოქმედების გეგმა, იგრძნოთ ამ ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები და გადადგათ სწორი ნაბიჯები. ამიტომ გირჩევთ, თუ გაქვთ სურვილი, რომ დაიწყოთ ახალი ურთიერთობა, შეიქმნით სამოქმედო განწყობა, იაქტიურეთ და ყველაფერი გამოგივათ. წარმატებებს გისურვებთ და ვნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ დეკემბერში საქმიანი სფერო.
თასების რაინდი. ამ პერიოდში საქმიან სფეროში გამოავლენთ ტაქტის და დიპლომატიის განსაკუთრებულ უნარებს, შეძლებთ თქვენი შარმით და მომხიბვლელობით ადვილად გადაჭრათ ნებისმიერი სირთულის ამოცანები, შესაძლებელია მიიღოთ ახალი შემოთავაზებები და მოგიწიოთ სხვადასხვა ტიპის ბევრი კომუნიკაცია. გააქტიურდება თქვენი ინტუიცია და კრეატიული აზროვნების უნარი, თქვენი კეთილსინდისიერება ამ პერიოდში განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება გარშემომყოფებისთვის და შესაძლებელია ამასთან დაკავშირებით კომპლიმენტებიც მიიღოთ და წარმატებებსაც მიაღწიოთ. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. კვერთხების 6-იანი, გამარჯვების, ტრიუმფის ენერგია. დეკემბრის განმავლობაში თქვენ წარმატება გელით, იგრძნობთ როგორ იზრდება თქვენი როგორც პროფესიონალის რეპუტაცია, აღიარება. ამ პერიოდში იგრძნობთ დაფასებას ხელმძღვანელებისგან, კოლეგებისგან, ზოგადად გარშემომყოფებისგან. იგრძნობთ, რომ თქვენი აზრი მნიშვნელოვანია, რომ თქვენს მოსაზრებებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამ პერიოდში შესაძლებელია წარმატებით დაასრულოთ რომელიმე მიმდინარე პროექტი, ასევე შესაძლებელია მიიღოთ შემოთავაზება დაწინაურების თაობაზე, ან სრულიად სხვა სამსახურში დასაქმება შემოგთავაზონ უკეთეს პოზიციაზე და უფრო მაღალი ანაზღაურებით. მათთვის კი ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, თასების 5-იანი, მიუხედავად თქვენი მცდელობებისა, სამწუხაროდ დეკემბერში ვერ ვხედავ თქვენი დასაქმების პერსპექტივას, შესაძლებელია ამის გამო გულგატეხილი იყოთ და გქონდეთ უსამართლობის განცდა. ერთი მხრივ თქვენ იცით და გრძნობთ, რომ საჭირო კადრი ხართ, თქვენი საქმის ნამდვილი პროფესიონალი, ხართ მოტივირებული, არ დაიშურებთ ძალისხმევას, თუმცა მეორე მხრივ თქვენი მცდელობები რომ დასაქმდეთ უშედეგოა. გეტყვით, რომ თქვენს დამოკიდებულებაში ვხედავ პრობლემას, გაქვთ არასწორი წინასწარი განწყობა რაღაცის მიმართ, რაც თქვენი ძველი გამოცდილებით ან სხვებისგან გაგონილის საფუძველზე შეგექმნათ, დაფიქრდით რა შეიძლება იყოს ეს. ბუნებრივია თითოეული თქვენგანი შემთხვევაში მიზეზი განსხვავებული იქნება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თუ დაფიქრდებით, აუცილებლად იპოვნით პასუხსაც. აქვე გეტყვით, რომ როგორც კი თქვენს შეხედულებებს ან მიდგომებს, რომელიც ხელშემშელ ფაქტორებად ვლინდებიან, დააკორექტირებთ, თქვენ გაქვთ შანსი არა მარტო დასაქმების, არამედ საკმაოდ წარმატებისაც. მათთვის კი ვინც თვით დასაქმებული ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, ნულოვანი მაღალი არკანის სულელი, ვფიქრობ თქვენი თვითრეალიზების ახალ საფეხურზე გადახვალთ დეკემბრიდან, შესაძლებელია ასეთი ცვლილებების ბიძგი სხვადასხვა გარე ფაქტორების დამსახურებით მოხდეს, თუმცა ასევე არ არის გამორიცხული, რომ დიდი ხანია ემზადებით ამ განახლებისთვის. გეტყვით, რომ აქ იგრძნობა ერთი მხრივ თქვენი მზაობა, შესაბამისი რესურსი, რომ განახორციელოთ ფუნდამენტური და პოზიტიური ცვლილებები, ხოლო მეორე მხრივ აქ ჩანს სამყაროს კეთილგანწყობა იმ ენერგიების, სიტუაციების და გარემოებების სახით, რომლითაც თქვენს ნებისმიერ ინიციატივას ნაყოფიერ ნიადაგს შეუქმნის და საკმაოდ აქტიურად იგრძნობთ თქვენი მიმდინარე საქმიანობის თუ ახალი წამოწყებების წარმატებებს. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს დეკემბერში, კვერთხების მეფე, ამ პერიოდს ფინანსურად სტაბილურად გაივლით, ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლებელია სოლიდური ერთჯერადი შემოსავალიც მიიღოთ. ეს პერიოდი თქვენთვის ხელსაყრელი იქნება ყველა სახის ფინანსური ოპერაციისთვის, პირადი ბიუჯეტის დაგეგმვისთვის, კრედიტის ასაღებად, სერიოზული მოკლე ან გრძელვადიანი ინვესტიციების გასაკეთებლად. ამ პერიოდში თქვენი გამოცდილება, ორგანიზების და მართვის საუკეთესო უნარები და გამძაფრებული შორსმჭვრეტელობა საშუალებას მოგცემთ სწორი ნაბიჯები გადადგათ თქვენი მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. მე-20 მაღალი არკანის სამსჯავრო. სამყარო გეუბნებათ, რომ თქვენ ახლა ფუნდამენტური განახლების პერიოდს გადიხართ, მნიშვნელოვანია დაფიქრდეთ და ღრმად გაიაზროთ თქვენი გამლილი ცხოვრება.
დღევანდელობა. რამდენად სწორად მიდიხართ დასახული მიზნების და ოცნებების განხორციელებისკენ. გადახედეთ თქვენი ცხოვრების წესს, შეხედულებებს, ადამიანებს თქვენს გარშემო, ხომ არ ეზიდებით რამე არასაჭიროს, ზედმეტს თქვენს მომავალში, ასევე გადახედეთ საკუთარ მავნე ჩვევებს და იფიქრეთ რამდენად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობთ. მეოცე მაღალი არკანი, ეს არის კარმული არკანი, რომელიც გულისხმობს, რომ ჯერ კიდევ გაქვთ დრო გამოასწოროთ თუ რამეს არასწორად მიიჩნევთ თქვენს ცხოვრებაში. მალე დადგება შედეგების მიღების დრო და შეეცადეთ იმგვარად დააკორექტიროთ ყველაფერი უმოკლეს დროში, რომ მიღებულმა შედეგებმა გაგახაროთ და იმედგაცრუებული არ დაგტოვოთ. ასეთი იყო 2025 წლის დეკემბრის ზოგადი ტარო პროგნოზი თევზებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.